მე აქვე ყველა საქართველოს მოქალაქის და საზღვარგარეთ ყოფი ყველა ქართველის გასაგონად მინდა განვაცხადოთ რა თუ თქვენ ამ ჩემი მიერ დადებულ ლექსებს რომელ ლექსებს მაქვს დადებული აკო TikTok-ზე ასევე Instagram-ის გვერდზე ასევე YouTube-ზე ასევე Facebook-ზე რატო თქვენ ჩემ მიერ დაწერილ ლექსებს რომელიც მე ნაცნობი კალმით ციხის კედლებში დავწერე და აქვე მინდა ისიც გაცნობოთ თქვენ ამ მთელ საზოგადოებას რომ 6 თვის ანძზე ავტოკალამს და ფურცელს არ მაძლევდნენ აი ამ სირცხვილო და უნამოსო არამედ უფრო სწორად ავტოკრატიული რეჟიმის ჯალათები როგორც ბათუმის ციხეზე ასევე ნომერ 6 დაწესებულებაში ანუ ქალაქ რუსთავის ნომერ 6 ციხეზე ლაურწნახევრის მანძილზე შეურაცხყოფის და მცირეების არადამიანობის მეტი არაფერი არ ამეტანია მაგრამ მე მაინც შევძელი ამა თუ იმ გზებით ამ ჩემი ლექსების დაწერა ნაცნობი კალმით თუ თქვენ ამ ჩემი ლექსების შინაარს არ მოусმენთ ჩემ მიერ გაკეთებულ განცხადებებს ანუ ჩემ ტკივილებს ანუ რომელი ტკივილებიც თქვენს გაქვთ და თქვენ ტკივილებსაც ვაჟღერებ და არა მარტო ჩემ ტკივილებს როგორც ღმერთს ჩვენს სულის ჩამდგმელს ვიმართავ ჩემი ლექსებით ანუ დიალოგი მაქვს უშუალოდ ჩვენს სულის ჩამდგმელ ამაზე ერთად ან ჩვენ პარლამენტთან ისე ვერანაირად მე თქვენ ვერ შემისწავლეთ მე არა ვარ მაიმუნი ისე როგორ ბიზნა ივანიშვილი და მისი ბანდის წევრები დამაც შორის შემიძლია კიდევ ერთხელ აქვე განვაცხადოთ თქო დინარაძე ავიცი ტრაპაიძე აპუაშვილი ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე მისი ნაწილები ადამიანთა ხმელეთაც კომიტეტის თავმჯდომარე რომელიც კინგ-კონგს გავდა და ადამიანების არაფერი არ გააჩნია და მიყოლებული რამდენი გინდა სოზარ სუბარი და ასევე უამრავ იმ ჩამოთვლასაც მე ახლოს დროში სახელი გვარები პროფესორ ჩამოყალიბდა საზოგადოებას გავას ხო კარგად მოусმინოთ ამ ჩემ მიერ ამა თუ ინტერნეტში დადებულ გვერდებზე ნაცნობი კალმით დაწერილ ლექსების შინაარს აი ამის შემდეგ ხოლოს შეიცნობ ჩემ ბუნებას განაჩენთ კი საომავლოდ ვისაუბროთ ამ ისეთ რამებს ამის მოსმენის შემდეგ შოკირებული ეს უბრალოდ ხოლოს ეხება იმ გონებაჩლუნგებს რომლებიც ქართული ოსმალეთის მთავრობის ხარდამჭერები არიან რომელსაც ყურთასმენა იდება გააჩნიათ მაგრამ თავში ტვინის ნაცვლად ხორცს ნაზარდია შეიძლება ხო დიდი ბოდიში ამ სიტყვებს მაგრამ მე გული შემდგება ამ დამსგავსი ადამიანები ამ ჩემ ქვეყანაში ამ მადლიან ქვეყანაში ისე რომ
ძალიან ბლომად არიან. დიდი ბოდს მოვიხდი ამ ჩემი გაკეთებული გაჟღერებული მწარი სიმართლისთვის. აგრძელება კიდევ იქნება.